ეს არის Lowlex Solicitors, ლონდონში დაფუძნებული იურიდიული ფირმა, რომელსაც აქვს საერთაშორისო მასშტაბი და წარმომადგენლობები. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თქვენს შედეგებზე და დღეს მოკლედ გაგაცნობთ, როგორ ვმუშაობთ და რას უნდა ელოდოთ უშუალოდ ჩვენი მომსახურებისაგან. გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დიდი ხნის ნანატრი იმიგრაციის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად შეამციროს იმიგრანტთა რიცხვი ამ პარლამენტის ვადის დასრულებამდე. ეს ახალი პოლიტიკა მნიშვნელოვნად მოქმედებს ბრიტანულ ბიზნესებზე და განსაკუთრებით იმ კომპანიებზე, რომლებიც უცხოელ კვალიფიციურ სპეციალისტებს ასაქმებენ. პირველ რიგში, სპონსორის ლიცენზიებსა და ვიზის საკვალიფიკაციო პირობებზე ვისაუბროთ. Skilled Worker Visa გამკაცრებული მოთხოვნების ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის საკვალიფიკაციო ზღვარი სამახლება. მანამდე ვიზის მსურველებს სჭირდებოდათ RQF დონის მესამე კვალიფიკაცია, ახლა კი სჭირდებათ RQF დონის მე-6, რაც უნივერსიტეტის ხარისხს ნიშნავს. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება ხელფასის მინიმალური ზღვარი, რაც დამატებით კომპლექსურობას ქმნის დამსაქმებლისთვის შესაბამის ომის თვალსაზრისით. Immigration Skilled Charge მოსაკრეფილი იზრდება 32%-ით, რაც იმიგრაციის უნარების მოსაკრეფელი, რომელსაც დამსაქმებლები ხდიან უცხოელი სპეციალისტების დასასპონსორებლად, გაიზრდება 32%-ით. ეს პირველი ზრდა არის 2017 წლის შემდეგ.